მეორე სახელი არტში, ანუ ფოტოგრაფიაში უბრალოდ და ფოტოგრაფი რომ ვარ, ამის სათქმელად დამჭირდა ძალიან მრავალი წელი და ძალიან ბევრი რაღაცის გავლა, იმიტომ რომ ვერ ვაიდენტიფიცირებდი ჩემ თავს ფოტოგრაფთან. არ მქონდა საკმარისი კონფიდენსი ამისთვის და იმიტომ ვთქვი, წინ ბევრი გზა გავიარე, თქო, ეხლა მოვყვები, რატო დავიწერი აქ პირველ ადგილზე ფოტოგრაფი, მერე ბლოგერი და სადღაც ბოლოსკენ სამართალმცოდნე, მაშინ როცა პირველი ჩემს თავში სამართალმცოდნე მოდის. მიყვარს პეიზაჟების გადაღება, ჩემი ერთ-ერთი ან თვითგამოხატვის კარგი საშუალებაა და ამ პეიზაჟებში განსაკუთრებით ვიღებ ზღვას, მზეს და განსაკუთრებით ვიღებ სიამოვნებით პეიზაჟებს, როცა ოქროს საათია. გარდა ამისა ვიღებ პორტრეტებს, ჩემი უსაყვარლესი ფოტოგრაფიის სფეროა და ამ პორტრეტებს მეტწილად ვუღებ ქალებს და გოგოებს, თუმცა არის გამონაკლის შემთხვევები, როცა ბიჭებსაც ვუღებ, მაგრამ ძირითადად გოგოებს და ქალებს ვუღებ. ცხადია, როცა ბლოგებს წერ, ამასთან ერთად შეუძლებელი არ იყო დაინტერესებული ფოტოჟურნალისტიკით და ფოტოჟურნალისტიკაც ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროა და აქ მომწონს აქციების და დემონსტრაციების გადაღება. შეუძლებელია საქართველოში დღეს ფოტოგრაფია გაინტერესებდეს და არ იღებდე აქციებს და დემონსტრაციებს, ასე ვთქვათ. აი ზუსტად ეს გზა გავიარე იმისთვის, რომ ჩემი თავისთვის მეწოდებინა ფოტოგრაფი. აქ არ ჩანს, მაგრამ პირველ ადგილზე წერია ჩემი გამოფენები იმდენად არ წერია, რამდენადაც ჯილდოები და ეს იყო 2023 წელს, როცა ქუთაისში ავიღე ფოტოკონკურსში წიგნი ობიექტივიდან ნომინაცია საჯარო ბიბლიოთეკის რჩეული და ამის ფოტოებს შემდეგ მოგვიანებით გაჩვენებთ და ქუთაისის საერთაშორისო ფოტოკონკურს ილოზე ქალის ფერადი პორტრეტის ნომინაციაში მერგო რაღაც ეს ჯილდო მოკლედ. რაც შეეხება განათლებას, ფოტოგრაფიის სწავლა ოფიციალურად დავიწყე 2019 წლიდან, მაგრამ ძირითადად 2023-ში ვისწავლე საბაზისო რაღაცები ფოტოგრაფიაში. გარდა ამისა გავიარე სტოკჰოლმში ვორქშოპები, ისეთ მნიშვნელოვან ფოტოგრაფთან, როგორიცაა ბjörn პერსონი და ჩემთვის იყო ეს რავი ძალიან ამაღელვებელი ამ ვორქშოპზე ყოფნა და ამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს ფოტოგრაფი არის National Geographic-ის wildlife ფოტოგრაფერი, იღებს კენიაში დღეს ფოტოებს და აქ სასწაული უნარი სხვა პერსპექტივით დაგვანახოს სამყარო და საინტერესო ის იყო, რომ როცა ვთქვი და ამ ვორქშოპს ერთადერთი ქართველი ვიყავი მონაწილე, ვთქვი რომ საქართველოდან ვარ, მეგონა რომ არავის არ იცოდინებოდა საქართველო და ეს კაცი ადგა და მე ვარ ნამყოფი საქართველოშიო და მეთქი უკაცრავად რანაირად და 2008 წლის აგვისტოს ამს ვიღებდიო და ნუ ცოტა ძალიან გამიხარდა თან, აი გაკვირვებულიც ვიყავ მეთქი როგორ და აი ომის პერსპექტივაც კი ტიპმა ვაფშე სხვანაირად დაგვანახა, მაშინ როცა ომი ადამიანებთან სიკვდილთან, რაღაც დაზიანებასთან, სიმბოლურად სისხლთან ასოცირდება და გვამთან. ამ კაცმა დაგვანახა ომი როგორც შესაძლებლობა, ან უკეთესი ცხოვრების და ან კიდე შესაძლებელია ომთან ერთად ცხოვრება. და ეს იყო ჩემთვის ესე გადაიღო, მოკლედ ომის პარალელურად ომში ჩავიდა მონაწილე და მაშინ სხვა ფოტოგრაფები, დოკუმენტალისტები იღებდნენ სისხლებს, მოდი ვიტყვი ასე. ამ კაცმა ადგა და გადაიღო ბოსტანში მომუშავე ხალხი, რომელიც ამუშავებენ მიწას, იბრძვიან სიცოცხლისთვის, იბრძვიან ან პური ჩემი არსობისათვის, იმიტომ რომ საბაზისო უნარები ერთვება მაგ დროს, ხო? მაგრამ გადარჩენისთვის არ ეგუებიან სიტუაციას და მიუხედავად იმისა, რომ ომი ხდება, ეს ადამიანები
ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებენ და აქ არის სიცოცხლის გაგრძელების ანუ სიცოცხლის რაღაც პოზიტიური კუთხე, ანუ მარტო ეს ტრაგედია აღსასრული არ არის, ყველაფერს თავისი მეორე მხარეც აქვს და ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი შესაძლოა იყოს კარგად, თუ შენ მოინდომებ ალბათ, ანუ ამის გარდა იყო ბოლოს ნინისთან ერთად დეისაძე მეჩითოვის სტუდიაში პროფკურსის გავლა, რამაც მართლა ძალიან, ერთგვარად კონფიდენსი დაბუსტა ამ თვალსაზრისით. ეხლა გადავიდეთ მთლიან ძირითად თემაზე. ამაში დამეხმარება ჩემი უსაყვარლესი მოაზროვნე ქალი სიუზენ ზონტაგი, რომელიც იყო ამერიკელი კრიტიკოსი, ესეისტი, ფილოსოფოსი. და ყველაზე კარგად, ძირითადად ეს წიგნი მაქვს დამუშავებული ფოტოგრაფია და მგონია რომ ძალიან სუბიექტურად მგონია რომ მისი ყველაზე კარგი წიგნია. მოვიძიე ინფორმაცია და თვითონ როგორც ასეთი არ გადაუღია, თვითონ არ არის ფოტოგრაფი მოკლედ. და ჩემთვის იყო ეს ძალიან უცნაური აღმოჩენა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანმა დაწეროს წიგნი ფოტოგრაფიაზე და არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნდეს ამის და მოვიძიე, მოკლედ Google-ში, ChatGPT-საც ვკითხე ყველაფერი და ბოლოს მივედი, რომ მისი მეგობარი იყო თვითონ გარდაცვლილია ანი ლებოვიცი. მოკლედ და უკვე ყველაფერი გახდა ნათელი, იმიტომ რომ დღეს ანი ლებოვიცი არის ჩემი ერთ-ერთი, საუკეთესო თანამედროვე ფოტოგრაფი დღეს, რომელიც პარტნიორები იყვნენ ესენი და ცხადია, ეხლა რატო იღებდა მოკლედ, რატო წერდა უფრო სწორად ასე კარგად ფოტოგრაფიაზე. შეიძლება თვითონ არ იღებდა, მაგრამ ყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც სასწაულად წერდა ამის შესახებ ესეებს. და ერთ-ერთი ესე არის პლატონის მღვიმე, სადაც ის მიმოიხილავს, რომ ჯერ კიდე ადამიანები ვართ პლატონის მღვიმეში, რომელიც ჭეშმარიტების ანარეკლებში ვცხოვრობთ და დღეს ჩვენი ეპოქა სავსეა აბსოლუტურად გამოსახულებებით, გვიზიდავს, მეტად იზიდავს ჩვენს ყურადღებას ეს გამოსახულებები, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. ის 2004 წელს გარდაიცვალა და ჯერ კიდე ხელოვნური ინტელექტი ესეთი მასობრივი არ იყო და დარწმუნებული ვარ დღეს, რომ ეცოცხლა და ემოღვაწევა უფრო სხვანაირ რაღაც კარგ ანალიზებს დაწერდა, ესეებს დაწერდა და ამბობს, რომ Viewfinder-ში, ჭუჭრუტანაში მყოფი ფოტოგრაფი, რომელიც უყურებს თავის პოტენციურ ნადავლს, კადრს, გავს პლატონის მღვიმეში მყოფ ცნობის მოყარეობით სავსე ადამიანს და ფოტოგრაფიის გამოცდილება ვისაც გაქვთ, დარწმუნებული ვარ, ამაში დამეთანხმებით და დღეს ვართ სწორედ ამ გამოსახულებათა სრულ ანთოლოგიაში, როცა ყველგან, განსხვავებით მაგალითად მღვიმეში მოღვაწე, მღვიმეში მაცხოვრებელი ადამიანებისა, დღეს კიდევ უფრო მეტი, რომლებიც კედლებზე ხატავდნენ, დღეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უამრავი უზღვავი გამოსახულებების გარშემო ვართ და ერთ-ერთი გამოსახულება, აქაც არის. შესაბამისად, ფოტოგრაფიული საქმიანობის უდიადესი შედეგი იმ განცდის გაჩენაა, რომ შეგვიძლია საკუთარ წარმოსახვაში მთელი სამყარო დავიტიოთ. გამოსახულებათა მთელი ანთოლოგია. და ამის, ხედვის გრამატიკაზე და ეთიკაზე აქვს ყურადღება გამახვილებული და იმას ამბობს, რომ ჩვენ ინდივიდებს თავად შეგვიძლია რომელი გამოსახულება ჩავთვალოთ ღირებულად და რომელი გავატაროთ, რაც უკვე იმთავითვე ნიშნავს ჩვენში ხედვის გრამატიკის, გაფილტვის და ეთიკის ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ფოტოები მაგალითად ჩვენთვის არ იყოს ეთიკური, არ ჯდებოდეს ჩვენი შინაგანი ეთიკისთვის, შინაგანი კონსტიტუციისთვის რაღაცები იყოს მისაღები, რაღაცები იყოს მიუღებელი და ამას ეძახდა ჩვენი სიუზენი ხედვის გრამატიკას და ეთიკას. აქაც მისი ტექსტი მაქვს მოყვანილი და თვითონ თავისი ფოტოა, ფოტოსურათი ნამდვილად მოხელთებული გამოცდილებაა. ფოტოკამერა კი სწორედ რომ საუკეთესო ხელსაწყო იარაღი მოხელთების სურვილით შეპყრობილი ცნობიერებისთვის. ფოტოგადაღება გადაღებული საგნის დასაკუთრებას ნიშნავს, ასევე გარკვეული ურთიერთობის დამყარებას სამყაროსთან, რომელიც ცოდნად და აქედან გამომდინარე ძალად აღიქმება.
და ნუ ზუსტად ის ამ წიგნიდან, ფოტოგრაფიიდან ზუსტად ის მონაკვეთები მაქვს აღებული, რაც ჩემთან ძალიან ახლო იყო, ძალიან ჩემს გამოცდილებასთან თითქმის იდენტური და ვეცადე ის ამით რეალურად ეხა ჩემთვისაც თვით გამოხატვის პროცესია ეს ერთგვარი პრეზენტაციაც. თავის ნაშრომებში ის ფოტოგრაფია სხვადასხვა მიმართულებით განიხილავს სოციალური თვალსაზრისით, სოციოლოგიური თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და ასე შემდეგ. და შესაბამისად თავის პრეისტორიასაც აკვირდება და აკვირდება მის თანამედროვეობაში, რომელი ადამიანები ევოლუციურად ინტერესდებოდნენ ფოტოგრაფიით და თვითონ ამბობს, რომ ძირითადად ტურისტებს აკვირდებოდა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ტურისტი რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში განსაკუთრებული ცნობის მოყარეობით გამოირჩევა, უნდა რომ ყველაფერს გადაუღოს, ახალი რაღაცები აღწეროს და უკვდავყოს ამგვარად თავისი ეს მიღებული ვიზუალური ერთგვარი განათლება, ამას ეძახის, ზუსტად ის განათლებას ეძახის და რატომ აქვს მაგალითად ტურისტს ამის ცნობის წადილი და ძირითადად მისი მიგნებით ეს ტურისტები იყვნენ ამერიკელები მეტწილად, რომელიც გერმანიაში ჩადიოდნენ, მისი დაკვირვებით და ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად არიან რუტინულ საქმიანობაში ჩაფლულები, მუშაობენ თითქმის ძალიან თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს და ის ამბობს, რომ ისინი სწორედ ამიტომ არიან, თითქმის არ რჩებათ თავისუფალი დრო რა, რომ სიამოვნება მიიღონ სიტყვაზე იქ ქალაქის დათვალიერებით და ასე შემდეგ, ეგრევე კამერას იღებენ და უღებენ ყველაფერს. რატო? იმიტომ რომ ფოტოაპარატის მოხმარება აწყობს ფოთვას, რასაც ჩვეულებაში მყოფი შრომით შეპყრობილი ადამიანი განიცდის დროებითი მოცულობისა და უსაქმურობის გამო. უნდათ რომ რაღაცა შინაარსი შესძინონ იმას და ამით რაღაცნაირად კი ბატონო რას ნიშნავს კიდე რატო ვიღებთ ფოტოებს მაგალითად გარდა იმ ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებისა ამბობს რომ ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა memento mori სურათის გადაღება სხვა ადამიანის ან საგნის მოკვდავობასთან მოწყვლადობასთან ცვლადობასთან თანაზიარობაა და ამასთან დაკავშირებით არის და თვითონაც მიმოიხილავს და ისედაც კარგი ფილმია Vivian Meyeris შესახებ დოკუმენტური ფილმი სადაც ვივიანი ამბობს რომ სტრიტ ფოტოგრაფიაში არის ძალიან ცნობილი ქუჩის ფოტოგრაფიაში და ამერიკის ქუჩების ფოტოგრაფიაში განსაკუთრებით და ამბობს რომ როცა ის ადამიანებს იღებს რეალურად ინტიმურ ურთიერთგვარად ან სხვის პირად სივრცეში იჭრება და ამას მერე ფირზე ასახავს და ეს ხდება საჯარო ამასთან დაკავშირებით იურისტებს სხვა წარმოდგენები აქვთ რაც მე მაგალითად ვაღიარებ რომ ხელს მიშლის ფოტოგრაფიაში სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრა მაგრამ ამასთან გამკლავებას ვსწავლობ შემდეგ აქვს აგეთი წინადადება მოყვანილი ფოტოსურათები რომლებსაც თავად არაფრის ახსნა არ შეუძლიათ გვიბიძგებენ დედუქციის გააზრების ვარაუდისა თუ წარმოსახვის დაძაბვისკენ და შესაბამისად ისეთი აბსტრაქტული ფოტოები რომელიც რაღაც storytelling-ის არ შეიცავს და მაგ ცალკე გამოტანილი ესეთი ფოტოები უკვე ჩვენს წარმოდგენას უფრო ჩვენს წარმოსახვას უფრო აფართოვებს ჩემი დაკვირვებითაც, იმიტომ რომ ყოფილა სხვადასხვა გამოფენებზე და ჩემი სუბიექტური აღქმებით აღმიქვავს ეს და აქ უკვე მოვიტანე ერთ-ერთი ფოტო პროექტი, ჩემი, რომელიც თავისუფლად შემიძლია დავარქვა ამას ფოტო პროექტი, ეს არის ურთიერთობა ზღვასთან, ზოგი ინგლისური სათაურით არის, არ ვიცი აქ ჩანს თუ არა. ზოგი ქართულად და აქ
ცხოვრობდი თურქეთში, ეს არის შავი ზღვა, ამაზე მინდა რაღაც ცოტა ვისაუბრო. შავი ზღვა, რომელიც იმ მთელი თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი. და ამიტომაც ქვია ურთიერთობა ზღვასთან და აქ მოვიყვანე ნოდარ დუმბაძის ტექსტი, აქ კითხვები არ არის და ამიტომ მე წავიკითხავ. ზღვასავით დიდი გული და თავმოყარეობა აქვს, ზღვა ცოცხალია და როდესაც ზღვა ლაპარაკობს, ზღვას უნდა უსმინო. და მეც ახლა მივდიოდი ამ ჩემს მეგობარ ზღვასთან და ვუსმენდი, თვითონაც მისმენ და მოკლედ იყო, აი, ყველა კადრი არის ერთი და იგივე ადგილიდან გადაღებული, ოღონდ სხვადასხვა პერსპექტივით. შესაბამისად, თითქმის ყოველდღე ახალი ზღვა ხდება, ხო, ისედაც ესეა. და არის სხვადასხვა სეზონზე გადაღებული, არის მობილურით. ციცის მობილური სხვათა შორის Samsung Galaxy-ით და მობილურით გადაღებული ფოტოებიდან ყველაზე მეტად ეს ზღვის სერია მომწონს და მინდა ვთქვა აქვე, რომ თითქოს ეს შავი ზღვა, მიუხედავად რომ მე ნანახი საქართველოში გვინახავს, ეს ზღვა იყო თითქოს სხვა. შავი ზღვა კი არა, რაღაც თითქოს აი რომელიც არ მინახავს მაგალითად მანამდე ხმელთაშუა ზღვა და რატო? იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად სუფთა ხალხო, ანუ ფსკერს ხედავდი ზღვის. ესეთი მოვლილი სანაპიროები მე იქ რო ვნახე, ნუ არ ვიცი, აღფრთოვანებას ვერ მალავდი, ხო ალბათ ამიტომ უფრო შემიყვარდა ეს ზღვა, არ ვიცი. და ხალხისგან დაცლილი. იმიტომ რომ მაგათ უფრო ბევრი ზღვა აქვს, ჯერ უამრავი ზღვები აქვს და ისედაც დიდ ტერიტორიას აკრავს ეს ზღვა და მობეზრებული აქვს და ჩვენნაირად არ ენატრებად. მეორე სერია არის ხედები ჩემი ფანჯრიდან და ეს ხედები, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, არის გადაღებული ჩემი მშობლების სახლიდან სათაფლის, რომელიც სათაფლის ნაკრძალთან არის, მდებარეობს და ძირითადად უყურებ ამ ნაკრძალსაც უყურებ. ამავე დროს ქედია იქ სამგურალის ქედი, მადლობა, კი ბატონო, ეგ არის. ასხის მთის მასივით ჩანს და ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი ეს არის ხვამლის მთა, რომელთან ერთადაც მთელი 20 წელი, არა 20 არა 30 წლის განმავლობაში მართლა ჩვეულებრივ კომუნიკაციას ვამყარებდი, იმიტომ რომ როგორც კი გავიხედავდი თუ არა ფანჯარაში, პირველი რასაც ხედავდი იყო ხვამლი. და რაღაც აი მა ბავშვობიდან რაღაც მეგობრის ის კონექშენები იყო ჩემსა და ამ ხვამს შორის და სულ ნატრობდი, ან ჩემი ოცნება იყო, რომ ერთი დღეს წავსულიყავი და მენახა ის ახლოდან, ან საერთოდ ზედ დამდგარიყავი ამ ხვამლის ქედზე. და ერთხელაც 30-ის ვიყავი, მანამდე მე და ჩემი ძმა გეგმებს ვაწყობდით, როგორ შეიძლება, რამდენ ხანში დავფარავდით და მოკლედ იმდენად შევავსეთ მე და ჩემ ძმამ ერთმანეთი, რომ იმან რუკების ხატვა ისწავლა მართლა და გეგმები შედგენა. ანუ გამოთვალა ფეხით რო წავსულიყავი, რამდენ ხანში მივიდოდით იქ და ნუ ბევრი დრო დასჭირდებოდა თან არასრულწლოვნები ვიყავით და არ გაგუშვებდნენ სახლიდან, კი ვიპარებოდით სახლიდან, მაგრამ ეხა რამდენიმე დღე სჭირდება იქ რომ მიაღწიო, ვერ მივიდოდით და მოკლედ სანამ დიდები არ გავხდით, მანამდე ვერ ვნახეთ ეს. და ძირთად არის მზის ჩასვლის დროს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა, არ ვიცი რამდენად აღსაქმელია ეკრანზე, მაგრამ იქ სასწაული მზის ჩასვლები არსებობს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, როგორც თავიდან თქვი, არის პორტრეტები, ჩემთვის პრიორიტეტული და თქვენს წინაშე არის, აი სტოკჰოლმის ვორქშოპები რო ახსენე, მაგ დღეს გადაღებული, რავი, სამივე მოდელი არის, აი ძალიან ცნობილი, მაგალითად შუაში არის ანგელიკა, რომელიც მის პოლონეთისზე იყო წარდგენილი და მის მეორე ადგილზე გავიდა და თვითონ არის მის კატოვიცე და გარდა იმისა, რომ მოდელად მუშაობს, AI-ის შექმნაშიც იღებს მონაწილეობას და სტერეოტიპი რაღაც დოზით გამიქრო, ამ თვალსაზრისით, რომ გოგო არის ტექში და ამავე დროს არის სასწაულად ლამაზი გოგოები, რომ სულელები არიან, არის სტერეოტიპი, რომელიც არსებობს. ანგელიკა არის მაგის ცოცხალი მაგალითი, რომ ეს ეგრე არ არის.
აქეთ არის შვედი ლუიზა, ფოტოგრაფი და იქეთ უკვე კენიელი ჯოსი, რომელიც ეს პორტრეტები შევარჩიეს სამივე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია და სამივე ქალს აქვს თავისი ინდივიდუალური და განსაკუთრებული ისტორია. და ამის გამოვყავი ეს სამი მოდელი განსაკუთრებით ჯოსის აქვს კარგი ისტორია, იმიტომ რომ ის არის კენიიდან და ცხოვრობს დღეს შვედეთში. ეს მის არის მიგრანტი, რა თქმა უნდა და ანუ ერთ-ერთ ფოტოპროექტში ზუსტად სტორიტელინგის ნაწილში მეწერა მიგრანტი ქალების, ანუ ჯოსის მაგალითზე, მიგრანტი ქალების ხმაზე. თუ რა გზას გადიან ისინი ამ მიგრაციის პერიოდში და საქართველოშიც მიგრაცია დღესაც ბევრი ჩვენგანი მიგრაციის წინაშე ვდგავართ მოკლედ. ეს არის ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელიც მე გადავიღე იქამდე ვიდრე ფოტოგრაფიას ვისწავლიდი. ამ დროს არ ვიცი ფოტოგრაფია საერთოდ, ეს არის გადაღებული წყალტუბოს ერთ-ერთ მიტოვებულ სანატორიუმში, საბჭოთა არქიტექტურის ნულოვან სართულზე, იყო აბსოლუტური სიბნელე და სამ მეგობარს მოგვინა ნინი არის ის ადამიანი, რომელმაც დამაწყებინა ზოგადად გადაღება, იმდენად სახასიათო იყო და ძირითადად ფოტოების გადაღება ესე მასობრივად დავიწყე წყალტუბოში დაბრუნების დროს, ეს იყო 2014 წელი, როცა ვიყავი ყველაზე დიდ ეგზისტენციურ კრიზისებში, თითქმის დეპრესიის ზღვარზე და ფოტოგრაფია გახდა ჩემი თავშესაფარი, ან თერაპიული, იმიტომ რომ იმ გამოწვევებთანაც იქ დამხვდა. 18 წლის ასაკში მე დავტოვე წყალტუბოს ჩემი მშობლიური ქალაქი და როცა დავბრუნდი 5 წლის შემდეგ, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, აბსოლუტურად უცხო გარემოში ჩემთვის და ერთადერთი ხსნა იყო ამ პერიოდში ჩემთვის ფოტოგრაფია და ეს ჩემი ორი მეგობარი, ნინო, რომელმაც როგორც ვთქვი, რომ ფოტოების გადაღება დამაწყებინა, იმიტომ რომ მინდოდა რომ მისი პერსონალობა გამომეხატა ამ გოგოსი, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის გიჟის ჭყალებში ფორმა არცვია, რომელიც ჩვენმა მეგობარმა დიზაინერმა თეონა მარგველაშვილმა შეკერა თავის ერთ-ერთი პროექტისთვის და ჩვენ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ ქალი, რომელიც იმ პერიოდში ეს არის გადაღებული 2014 წელს. ჯერ კიდე რეგიონში ქალი არ არის ემანციპირებული ბოლომდე სამწუხაროდ, განსაკუთრებით პერიფერიებში და ანუ თავისუფალი ქალი რატომღაც მაინც გიჟად მიიჩნეოდა იმ პერიოდში და ჩვენ გვინდოდა რომ რაღაც გავკეთებინა ამისთვის და მეც ეს აღმოჩნდა რომ სამივე ერთ აზრზე ვიყავით და თან იმ პერიოდში ბერგმანის პერსონაჟი ვიყავი ძალიან აღფრთოვანებული მისი ერთ-ერთი ფილმით პერსონა სიუზენი სხვათა შორის თავის წიგნში, როცა გამოსახულებების ანთოლოგიაზე ლაპარაკობს, ასევე ლაპარაკობს ფილმებზეც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გამოსახულებათა ანთოლოგიაში შემადგენელი და გამოვიდა ეს სერია, იმ სერიიდან ერთ-ერთი ფოტოა, რა თქმა უნდა, სხვაებიც არის, როგორ აბავს პატრიარქატი მოკლედ თავისუფალ ქალს და ეს ქალი ცდილობს მიუხედავად დაბმულობისა გათავისუფლებას და ეს პროცესი აქ წარმოდგენილი. ეს არის მეორე ლოკდაუნისას მაგთის კონკურსზე იყო ეს ფოტო 20-22-ში სავარაუდოდ, ანუ 21-ში ზუსტად არ მახსოვს. ესეც არის წყალტუბოს საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთ სანატორიუმში, მე მგონი არის ივერიან იმერეთი, უფრო იმერეთია. სადაც ლოკდაუნის სიმძიმე გამოვხატეთ მე და ნინომ ამ ფოტოთი. ლოკდაუნის ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე შემიძლია ესე დავარქვა ამ ფოტოს. შემდეგ ეს შემოვიტანე ეს განათების ნაწილი მაინც არ მინდოდა, აქაც ისევ ნინოა, შუქზე მინდოდა და აქეთ ფოტო, რომელიც ფეხბურთს რომ მოთამაშე ბიჭები, ეს გადავიღე ლოკდაუნისას და არ ვიცი რატო წავშალე არ მომეწონა ეს ფოტო და 1 წლის მერე ვიპოვე ნაგავში და დავპოსტე Facebook-ზე რომ მეთქი თრეშიდან ამოვიღე ეს ფოტო და ნუ ზაქარია ჭელიძე რომელიც ძალიან ისეთი წარმატებული ფოტოგრაფი იყო საქართველოში გადაირია იქ სხვა ფოტოგრაფებიც მიიყვნენ რას ქვია ეს ფოტო ძალიან მშვენიერი ფოტოა ნაგავში რა უნდა და ნუ დავაბრუნე მოკლედ ეს ფოტო და იქაც ნინოს პორტრეტი ვეცადე რომ აი განათებით რაღაცა მეთქვა
და აი ეს რომ დაგკვირდით, ნომი გამარჯვებული ფოტოები ოსკარზე წავედი. ისე გავდაილოს კონკურსი ოსკარების დაჯილდოებას, გადავდნენ კიდევაც მაგაზე, იმიტომ რომ შეუძლებელია, თითქმის ყველა ან უმეტესობა პრიზის გარეშე არ მიდის ამ კონკურსიდან, მოკლედ და ამის გამო ერთგვარი იუმორი არსებობს ილოს მიმართ, რომ ოსკარების დაჯილდოებას გავს სპეციფიკური ნომინაციები და ეს არის ჩემი მეზობელი ქალბატონი მალვინა, რომელიც არის უზომო შრომის მოყვარე ქალი. ამაზეც ვაპირებ, რომ ცალკე სერია გავაკეთო საერთოდაც მის ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ქალი არის მარტოხელა დედა. ცოტა დიდი ხნის წინ დაქვრივდა და რეალურად ვერ შეამჩნევ, რომ მის სახლში კაცი არ ცხოვრობს. ანუ ზეძლიერი ქალი, ტრაქტორს მართავს ქალი და ხეებზე გადის და სასწავლო რაღაცებს აკეთებს. სხვათა შორის იმ თემისთვის ეს ძალიან დიდი მისტიკაა და ამის გამო ანუ როგორც მათებიჭი არსებობდა, მათებიჭის სტერეოტიპი შეიქმნა მერე, თითქმის იგივეა მოსახლეობაში, თუმცა თვითონ ეს ნაკლებად ადარდებს, რა თქმა უნდა. და ეს არის წიგნი ობიექტივიდან იუმორისტული ფოტოა, ჩემ მეზობელ ნიკუშას უჭირავს სისხლის სამართლის კერძო მეორე ნაწილი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი წიგნია, რაც კი წამიკითხავს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არის სავსე სიძულვილით, არ ვიცი, კატასტროფული წიგნია, 1000 სტერეოტიპის გამღვივებელი, სიძულვილის ცეცხლზე ნავთის დამსხმელი და ასე შემდეგ და ამიტომ უკუღმა დავაჭერინე, იმიტომ რომ წაღმა ვინც წაიკითხავს, ანუ არ ურჩევ ადამიანებს, რომ ეს წიგნი წაღმა ვინმე წაიკითხოს და ამიტომ უკუღმა დავაჭერინე ბავშვ წიგნი. რაც შეეხება, მეც მინდოდა პერსპექტივაზე 1-2 წინადადება მეთქვა. ეს ფოტო გადავიღე ისევ ჩემი მშობლების ბინის ფანჯრიდან, არის ჩემი მეზობელი დილით, რომელიც თავის ძროხებს მიერეკება საძოვარზე. და არის გადმოყირავებული. როცა ეს ფოტო დავდეს სწორად თავიდან, ჩრდილი აქაც შუქების თამაშია. როცა დავდე თავიდან, ერთ-ერთმა ჩემო მეგობარმა მირჩია, რომ გადმომეყირავებინა და ხო, რა ვიცი, ფიქრობ, რომ ბევრად საინტერესო გამოვიდა, ვიდრე სტანდარტული კადრი. ეს თავდასაპატივცემულოდ არის ფოტო, რომელიც AM-ზე გაიყიდა, ანუ AM არის ფოტოგრაფების online marketplace და პირველი ფოტოა, ამიტომ მოვიტანე, ამიტომ არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, რომ ეს ფოტო იყო გაყიდვების პირველი პიონერი ერთგვარად და არის ჭიათურაში გადაღებული და ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჭიათურაც ისეთი ადგილები დავასახელე, რომელიც ფოტოგრაფებისთვის არის რაღაცა საბადო, სასწაულის ბლოგერებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ წყალტუბოში გადაღებული ერთ-ერთი სანატორიუმის ფოტოს NFT ჯიმ ქერი მიყიდა შემდეგში და ეს ჭიათურის ეს ფოტო ზუსტად იმიტომ ავარჩიე, რომ სახელიც ეტიმოლოგიურ ჭიათურა, რომელიც თავიდან ესე ლეგენდა არსებობს, რო ეგრე დაერქვა, ეს კორპუსებიც და თამთას კორპუსია ერთ-ერთი აქ გავს ჭიას, ანუ ყოველ შემთხვევაში მე მაგონებს და ვფიქრობ, რომ ჭიათურის პორტრეტი გადავიღე ამით და არის მანგანუმის ფერებიც რაღაცნაირად თითქოს აი ამ კლდეებზე გახქმადია და მოკლედ ეს ფოტო შევარჩიე მე ხომ ღვიმევიდან გადავიღეთ ეს კადრი. აქ შავ-თეთრი რამდენიმე ფოტო მოვიტანე. ერთ-ერთი პირველი კორპუსი ეს არის სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ სოფელში გადაღებული უცნაური არქიტექტურის შენობაა. და იქ იყო, არ ვიცი, მე მაგალითად ინტერნეტში მინახავს სასწაული იტალიის ფოტოები, აი ზღაპრული რაღაცა, ჩავედი სამხრეთში, რომში კი ბატონო, ჩავედი სამხრეთში, კერძოდ კალაბრიაში და ისეთი უსუსური ხო, მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოება არის ის, რომ იქ დონების სახლია, მართლა დონე, ყოფილი დონების, მოკლედ კი ვიცით, რომ სიცილია და კალაბრია მაფიით ცნობილი და გამორჩეული ქალაქები არიან.
და ნუ ნასახლარები უბრალოდ თუ კი საქართველოს საბჭოთა არქიტექტურის სანატორიუმებია დღეს მიტოვებული, იქ აი ეგეთ ეგეთ სასახლეებს გადააწყდებით და იმად გარდა, რაც კი არსებობს არქიტექტურული, კორპუსი იქნება თუ სხვა რამე, არის ძალიან უცნაური არქიტექტურის და სულაც არ არის ისეთი ლამაზი, როგორც მაგალითად ინტერნეტში გვინახავს, თუმცა ამ უცნაურ რაღაცაშიც თავისი სილამაზე არსებობს და ვეცადე მაქსიმალურად ლამაზად გამომეჩინა. აქეთ არის ჩემი საყვარელი სანატორიუმი წყალტუბოში, ფრაგმენტი მედეადან და ამ მედეას მონუმენტის ფრაგმენტია. ევრიპიდეს გადმოცემით მედეას მიერ დახოცილი ერთ-ერთი ბავშვი და თვითონ ესე თვალებზე ხელაფარებული მედეა ყავს ფოკუსში მოქცეული. ისე ყველა ბავშვია ირგვლივ ფანტანების ირგვლივ ამ მონუმენტის გარშემო. ჯამში ეგეთი მონუმენტია. და შუაში არის, არქიტექტურული რამდენად არის არ არის რა თქმა უნდა, ეს არის გაყინული რიონი ზამთარში გადავიღე. და ეს იყო პირველი ფოტო, რომელიც დავდე Flickr-ზე და ამ ფოტოთი მე ზუსტად შვედეთის ფოტოგრაფების workshop-ზე ზუსტად ამ ფოტოთი აღმოჩნდი, იმიტომ რომ ეს მთლიანობაში არ ჩანს. რატომღაც რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ stories არ ყვებოდა მართლა ფანტაზიის ფართო გასახანს გაძლევდა, ყველას რატომღაც ეს მოეწონა და ბუმი გახდა, ჩემდა გასაოცრად და მოკლედ ამ ფოტოთი მოხდა ეს. და ბოლოსკენ მივდივარ ნელ-ნელა, ეს Instagram-ის სკრინი მაქვს მოტანილი. ერთ-ერთი აქციიდან, სადაც ვეცადე, რომ მიუხედავად იმის, რომ ეს აქცია მთლიანად მიძღვნილი იყო ჯენზების ბრძოლისკენ, მაქსიმალურად ვეცადე, რომ ისეთი რაღაც ამბავი მომეთქრო ამ ფოტოებიდან, რომ მარტო ჯენზები კი არა, თაობათა გაერთიანება გამოსახული იყო და აი მაგალითად ერთ-ერთი იქეთა ფოტო ძალიან კარგად აჩვენებს, რომ საქართველოს დროშიანი შვილიშვილი როგორ ახვევს თავის ბებიას ევროკავშირის დროშას, ახალი თაობა ჯენზები, რომელმაც უკვე კარგად იციან ევროკავშირის ხიბლი, უცხოვრიათ, გამოუცდიათ, ან რამე სტიპენდია, ან გაცვლითი პროგრამის მონაწილე ყოფილან, იციან, რომ აი როგორია ის. და ისინი, რა ვიცი, ამის თქმა მინდოდა აქ და შუაში არის ახლა ისევ ჯენზი და ჩვენი შავები. და რაც შეეხება აი ბოლოსკენ გავდივართ უკვე, აქაც უკვე სხვის უოლტ უიტმენის ფრაზა მოვიყვანე, იმიტომ რომ ეს იყო განსხვავებული ფოტოგრაფი, ადამიანი, რომელიც ცალკეულ საგნებს, მდგომარეობას, ვითარებას, მთლიანობას თუ მოქმედებას ამბობდა, რომ ყველაფერი მშვენიერებას წარმოადგენს. შეეძლო გადაეღო ისეთი რამისთვის ან ვინმისთვის, რაც მაგალითად საზოგადოების დიდი ნაწილის შეიძლება ყოფილიყო მიუღებელი, მაგრამ ამ მიუღებლობაში სასწაულის სიმშვენიერე ეჩვენებინა. და ამ უოლტ უიტმენის გაუხსნა გზა ისეთ მომდევნო ფოტოგრაფს, როგორიც არის დიან არბუსი, ალბათ გსმენიათ, რომელიც სპეციალურად ფსიქიატრიულებში დადიოდა და იღებდა ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებს, მიდიოდა ნუდისტურ სანაპიროებზე და იღებდა ამ ხალხს, შუშუმ პირებს იღებდა სპეციალურად და თვითონ ყავდა ისე განსხვავებული მეზობელი და ამაზე არის არაჩვეულებრივი ფილმი ცხოვრება დიანა არბუსის შესახებ. შემიძლია დიდი რეკომენდაციაც გაუწიოთ და ეს ფრაზა იმიტომ მოვიტანე ამ ფოტოებთან, რომ და ამ დროსაც არ ვიცოდი ფოტოების გადაღება, ესეც მობილური ციცის მობილურით არის გადაღებული ეს ფოტოები. არის კარალიოკი, რომელიც გადამწიფების, რეალურად გადამწიფებული, დაბერებულია ეს კარალიოკი, მაგრამ რა მე მშვენიერად ავიქვა, მე პირადად სუბიექტურად არ ვიცი აქ რამდენად კარგად ჩანს. და გვერდით არის ნოემბრის ვარდები, გადამჭკნარი, გაფუჭებული ვარდები, რომელმაც ყურადღება ზუსტად იმიტომ მიიპყრო და ამოვიღე მობილური ჯიბიდან და გადავიღე, რომ მშვენიერად მომეჩვენა.
და ვფიქრობ, რომ შვენიერიც გამოვიდა ეს ფოტოები. კიდე ერთი ფოტოა, ჩემი საყვარელი ოქროს საათი არ შეიძლებოდა ისე დამრჩენოდა და თქვენს წინაშე წარმოვადგინე ლისის ტბა, ოქროს საათზე გადაღებული, ამით იმის თქმა მინდა, რომ ოქროს საათზე თუ გადავიღებთ ფოტოებს, შეიძლება ეს ჩვენი ლისის ტბა ოქროს ტბად გადაიქცეს. და ოქროს საათი ქვია მზის ამოსვლიდან 1 საათს სანამ მზე ამოვა, ამოსვლის პერიოდს სანამ და ჩასვლიდან 1 საათს სანამ ბოლომდე ჩავა, ხო? და ნუ მოკლედ все უკვე ფინალია. დღეს ეს ყველაფერი არსებობს, ანუ ეს ირგვლივ ჩვენი სამყარო არსებობს იმისთვის, რათა ბოლოს ფოტოსურათად იქცეს, ამას გვეუბნება სიუზენ ზონტაგი, ეს მშვენიერი ადამიანი და ასევე მოიყვანა Share Your Memories, ჩემი ფავორიტი კინორეჟისორის, რომელმაც 2-3 წლის წინ მე მგონი ყველა რეკორდი მოხსნა, ოსკარებიც აიღო, ოქროს გლობუსიც აიღო, ვენეციის ბინიალეც აიღო, რაც კი არსებობდა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში რომამ და ზუსტად რომას გადაღების დროს მისი ფრაზა იყო Share Your Memories. ეს ერთი სიტყვით ძალიან ბანალურია და მაგიტომ მოვიყვანე ავტორად ალფონსო კუარონი, იმიტომ რომ მთელი მისი ფილმის კონცეფცია ეფუძნება მისი მეხსიერების გაზიარებას. ეს რომა არის ფაქტობრივად მისი ავტობიოგრაფიული ფილმი, რომელიც მოყვა ვიზუალურად და ვიზუალური თხრობის ძალიან კარგი მაგალითია და მეც ვეცადე, რომ მაქსიმალურად ესე დამესრულებინა. მოკლედ სულ ეს იყო. ველოდებით თქვენგან, მადლობა ყურადღებისთვის, თითოეულ თქვენგანს და რამე კითხვები შეგიძლიათ ახლა დამისვათ გია.